მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვთქვათ ჩვენს დღევანდელ გადაცემას ძალიან საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრის სურვილით. ეს არის ქალბატონი ფერია ანთია, რომელიც არის ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი თაწმიდის რაიონში. აქ არის მისი შტაბ-ბინა. გამარჯობათ, ფერია ანთია აქ არის? ფერია ანთია. კი, აქ არის. ფერია ანთია. გამარჯობათ. შალვა როგორ გელოდება? აი ქალბატონი ფერია ანთია. ჩვენ ეხლა არა, საერთოდ არ ხალისო? არა, როგორ არა. სახალისო გვარი და სახელი გაქვს. ჩვენ გადავწყვეტ, რომ დღეს მოგიძვნოთ გადაცემა თქვენ. არა, კაია. ჯერ ვისაუბროთ თქვენს პროგრამაზე, თქვენს თავზე მოგვიყევით. დავждეთ თუ? ჩემზე ძალიან ხარწამი. კი ბატონო. ჩემს თავზე რა მოგიყევით? ვარ? მიმძანდები. ფერია ანთია. ფერია ანთია. 41 წლის. ჩემი კბილა ხარ. ხო, თქვენ თოლი ვარ? კი ბატონო. ძალიან კაი, თქვენი კომენტარი ვნახე მე Facebook-ზე. რა ვთქვი მე? რაღაც ბონიც შენი მხარდამჭერიეთ, რაღაცა მახალი ესეთი, ხო? არა, თქვენი ფოტო დავდე. თქვენ ხო დადეთ ფოტო თქვენი ძაღლის. და ეს დავდეთ მე. ჩემ მეგობრის ძაღლია. ხო, კი ბატონო, თქვენი ძაღლი იქნება. კარგი, ბონი თუ დაუჭერს მარტო ფერიას ფარსო და. ეგ მე დავწერე? ეგ მე არ დამიწერია, ვიღაცებმა დაწერეს თუდმა ხალხმა, მაგრამ ეგ ხო ვერ ვაკონტროლებ Facebook ჯერჯერობით. აბა მითხარით, თქვენი პროფესია? ვარ იურისტი პროფესიით. მყავს მეუღლე, ორი შვილი, ველოდების შვილიშვილს. ძალიან კარგი. რატო ქრისტიან დემოკრატები? იმიტომ რომ ვეთანხმები მათ პოლიტიკურ პლატფორმას. არა, უპირველესად იმიტომ რომ არიან ჩემი მეგობრები და ძალიან მიყვარს. თქვენი მეგობრები. ყველა. ფრაქციის ლიდერები. ყველა. საიდან ისნობთ? ტელევიზიიდან თუ საიდან? არა, ტელევიზიიდან, სკოლიდან. ნიკოლალიაშვილი. ნიკოლალიაშვილს კი? ახლებიანი. რა ვიცი, ყველა ესენი ჩემი მეგობრებია. და აი ვილაპარაკოთ აი პლატფორმაზე. აი რა არის? აი დაბალი ტარიფები. ძალიან. ხო, იცით რა არის? აი ძირითადად აი მართლა ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. აი ჩვენს რაიონში გადაიხურა სახურავები, შეიცვალა კომუნიკაციები. კარგი გაკეთდა. რა თქმა უნდა. ხო, ცუდია. ახლა როდესაც წყალი არ ჩასდის ადამიანებს სახლში და კომუნიკაციები შეიცვალა, ეს მართლა ძალიან კარგი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის უამრავი პრობლემა ამ რაიონში. იმდენად რამდენადაც ვარ თაწმინდელი, კარგად ვიცი აი ამ რაიონის პრობლემები. აი დაბალ ტარიფებს რომ მარტო თაწმინდელებს არ ხა მარტო თაწმინდაზე კი არა, ალბათ მთელ საქართველოს. აი მაშინ ბძანეთ, აი რატო უნდა იყოს დაბალი, როგორ უნდა იყოს დაბალი ტარიფები? გააქვთ რაღაც ეკონომიკური გათვლა, რომ აი ხა ხო, აი ჩვენი პროგრამა არის სპეციალისტების მიერ შესწავლილი და იმ პროგრამაში კარგად არის ახსნილი. ქალბატონო ფერია, მოდით იცით როგორ მოდელირება გავაკეთოთ. მე ვარ ვითომ ამომრჩეველი, კრიტიკულად განწყობილი და თქვენ ხართ ვინ ბძანდებით რა. და მე გთხოვთ რომ დამიმტკიცოთ რატო უნდა მოგცეთ ხმა. ხო შეიძლება? რატო უნდა მომცეთ ხმა? არა, ეხლა კონკრეტულ შეკითხვებს დაგისვავთ. აი მაგალითად გეკითხებით ქალბატონო ფერია, დაბალი ტარიფები. რატომ არის ეს ტარიფები არაბუნებრივად მაღალი და როგორ დაწერთ ტარიფს? გეკითხებით კონკრეტულად. ესე იგი კონკრეტულად მეკითხებით და მეც გიპასუხებ. რამდენია დენის ტარიფი, იცით? დენის ტარიფი არის მაღალი საკმაოდ. კონკრეტულად არ მახსოვს რამდენია, მე მგონი 51 თეთრია. არა, 51 არ არის. ეს გაზია. შალვა ეხა. არა, თუ თქვენ ხო პირდაპირ პარტიის პროგრამაში გიწერიათ დაბალი ტარიფები. ესე იგი, თქვენ უნდა იცოდეთ ტარიფებზე ყველაფერი, იმიტომ რომ თავარი ეგ არის თქვენი, ხო? ამიტომ გეკითხებით, აი, გასაგებია დაგავიწყოთ, ეგ არ არის პრობლემა, ეგ შეიძლება მოხდეს. აი, როგორ უნდა დავწიოთ ტარიფები? გაზის და მოხდეს ინვესტიციის კომპონენტის ამოღება და შესაბამისად. რამდენია ინვესტიციის კომპონენტი, იცით? ნუ აი, ხა წერია პროგრამაში. თქვენ თუ იცით, ახლა, ბაში პროგრამა მომიტანეთ, აბა. კარგით. აი, ნახეთ. აბა მითხარით, მე ვითომ არც ვიყურები. ამომრჩეველი ხო პროგრამებს არ კითხულობ ძირითადად სამწუხაროდ. რატო არ კითხულობ? ჩვენი ამომრჩეველი კითხულობ. არა, თქვენი კონკრეტულად კი, მაგრამ სხვების არა. პროგრამა. კი ბატონო. აბა რა ხდება? აი ესე იგი განხორციელდება თელასის აქციების 75%-ისა და ენერგოპროჯორჯიას წილის 100%-ის გამოსყიდვა. შედეგად ელექტროენერგიის ტარიფი და მოხდება ინვესტიციის კომპონენტის ამოღება. ეხლა თუ ვცდილობთ რომ ჩამჭრელი კითხები და ამისგან და რაღაც გამოპანძო შალვა არ არის რა. როგორ ეგადრებათ? პროგრამაზე გელაპარაკებით. პროგრამაზე ხო და მეც პროგრამაზე. ნუ აღელდებით ქალბატონო ფერია. საერთოდ რაც გნებავთ ის ილაპარაკეთ, ამას საერთოდ არ დავამატებთ. პროგრამაზე საუბრობთ, მეტი ხო არაფერი. ეს პროგრამა არის სპეციალისტების მიერ შესწავლილი. მე აპირადად ვიყავი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ ვიქნებოდი მაჟორიტარული. თქვენ ხო იცავთ ამ პროგრამას ახლა? ვიცავ ამ პროგრამას. ანუ ვიცით ეს პროგრამა, ხო? ვიცი ეს პროგრამა, დიახ, მაგრამ ხო და გეკითხებით. ჩასაფრებულის პოზიციიდან მეკითხებით რომ რაღაცნაირად. ხო და მე ხო სპეციალურად შემოგთავაზეთ თამაშის ეს რომ ვარ კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი
და კრიტიკულად დაწყობილი ამორჩეული. პირადად მე იმიტომ უნდა დამეჭიროს მოსახლეობა მხარი, რომ ვარ, ესე იგი მიცნობს უამრავი ადამიანი ამ რაიონში. არა, ეგ გასაგებია. კეთილსინდისიერი ადამიანი ძალიან ძნელია ხა საკუთარი თავის პოპულარიზაცია ხო? ჩემთვის მართლა ძალიან ძნელია. ბატონო. აი რომელ ნაწილზე გიადვილდებათ უფრო თქვენი პროგრამიდან საუბარი? იქნებ ნახო და იქიდან შეგეკითხოთ შეიძლება? რომელ ნაწილზე? ესე იგი რა ხდება, იცით? აი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ ესე იგი ბიუჯეტი გადანაწილდება მიზნობრივად. აი სახელმწიფო ვალების გარეშე არა ეს ეკონომიკა არის, ეთყობა ეკონომიკა არ არის თქვენი ყველაზე ძლიერი წერტილი. მომისმენთ ერთი ჩავა, ეს არის სპეციალისტების მიერ შესწავლილი პროგრამა. კი ბატონო. იცით რა შეა საქმე? ძირითადი მიზანი არის ის, რომ ესე იგი არსებული ბიუჯეტი 8 მილიარდიანი. კი ბატონო. სწორად გადანაწილების შემთხვევაში გაიზრდება 10 მილიარდით, ეხლა ნუ დამცინით ძალიან ხო შავა. არ დამცინით დედა მომიტოს თუ რაღაცა ცინიკურად იმაშები და არ არის ეს კარგი, ხო? არა. ხალბატონო ფერია, საერთოდ არ დაგცინით, დედას ვიცავარ, არანაირი სურვილი არ მაქვს დაგცნო და ყველა დებთ ბრალს ამაში. თქვენ ხო იცოდით რომ პოლიტიკაში რომ მოგვიდოდით, ამას არ ახსენებოდით. ნერვიულობდი მე, მართლა გითხრა, მართლს გეუბნებით, აი ძალიან ხო იცოდით რომ ეს გარდაუვალი იყო არა? გარდაუვალი იყო ხო ეხლა თქვენ. პირიქით, ეხლა თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ მეტნაკლებად უყურებს ხალხი ჩემ გადაცემებს. და პირიქით, უყურებთ თქვენს გადაცემას. ძალიან კარგი, ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ. და ვიცი ეხლა როგორ გადაცემასაც გააკეთეთ. არა, რაც არის თქვენ არიცით რომ ამ გადაცემაში რაც არის ის გადის. გამარჯობა. ალბათანი მაია სანიკიძე. გამარჯობა. ჩვენ მოვედით ქალბატონ ფერიასთან. ატო შეგარწყვენთ. ქალბატონ ფერიასთან მოვედით და გვეუბნება ქალბატონ ფერიო ცინიკურად იღიმიო და საერთოდ არ ვიღიმი. ცინიკურად იღიმი, აბანაში მე ისე მიიღორებს. პირიქით, მე მგონი რომ ძალიან კარგია. არანაირი ჩამწრელი კითხვები. ჯაბა. ბატონო, ალო. მოკითხვა გადაეცა. მაესტრო მოსული შალვა ჩემთან და მოკლედ არ ვიცი ცუდ დღეში ჩამაგდო ძალიან. რატო კაცო? ხალისობ ბატონო ჯაბა. შალვაც ხალისობს. ჩემს სახელზე და გვარზე. არა მარტო. არა მარტო, ყველაფერზე. შეიძლება დაველაპარაკო ჯაბას. ერთი წუთი. ჯაბა. პრივეტ. შენ დღეს გავაკეთებთ გადაცემას ქალბატონ ფერიაზე და პრომოუშენს გიკეთებთ ქდმ-ს რა გინდა? აუ ძალიან ცუდ პრომოუშენს გიკეთებ. რატო? კაი. რატო არის ცუდი ძვირფასოვანი მაყურებელია მოვედი თაწმენდის მაჟორიტართან და ვაკეთებთ გადაცემას. ამბიცია ხო გაქვთ იმისა რომ მოიგებ? ამბიცია მაქვს, ალბათ მოვიგებ, ხო? ხო, ამაზეა საქმე. ყველა არის ღირსეული კანდიდატი, ხო? ყველა? ყველანი არის გეგენავაც? რატომაც არა? გეგენავა ღირსეული კანდიდატია? რატომაც არა? ეხა გეგენავაც ღირსეულია, პაპა. ღირსეული კაცი, არა, ერთი წუთით. გეგენავა ღირსეული კანდიდატია? გეკითხები, გეგენავა არის თუ არა ღირსეული? ყველა არის ღირსეული. მათ შორის გეგენავაც? ყოველ შემთხვევაში არ ღირსეული, ეხლა პირდაპირ გეგენავაზე რაიმე ისეთი თქვა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი არის მართლა მადლობელი გეგენავასი ამ რაიონში მაწოდებელი. თუ პარტიის პოზიციაა რომ არ გინდათ ამ გეგენავაზე ლაპარაკი თუ თქვენი პირადი? ჩემი პირადი პოზიცია. თვითონ აი რა მაინტერესებს, სააკაშვილის ოპოზიციაში ხართ თქვენ პიროვნულად? საერთოდ ოპოზიციაში ვარ, სააკაშვილის, აი ეს ძალიან ისეთ კითხვებს მისმევთ შალვა რა. ხართ თუ არა სააკაშვილის ოპოზიციაში? მარტივი შეკითხვაა ძალიან. ოპოზიციაში ვარ. და ეს მარტივი შეკითხვა არ არის, ზოგადად ვარ ოპოზიციაში. სააკაშვილი შესაბამისად გასუხობთ, რომ უამრავი რამ რაც გაკეთდა ქვეყანაში, მე პირადად პიროვნულად გასუხობთ. ჩემთვის არის ძალიან მოსაწონი. მე ვერსვავ რა. მე რატო ვერსვავ? მე გასუხობ იმას, რასაც მე ვფიქრობ. კონკრეტულად სააკაშვილის ოპოზიციაში ვარ. კონკრეტულად ვარ ოპოზიციაში. ძალიან ბევრი რამ მომწონს, რაც გაკეთდა ქვეყანაში. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ხო? შეიცვალა კომუნიკაცია, გადაიწურა სახურა. ამარჩენების მერე სააკაშვილი ხალხი გააკეთებს ამაზე არჩევანს. თქვენი აზრით, თქვენი სურვილი რა არის? ჩემი სურვილი რა არის? მაქვს ნაციონალური მოძრაობა. ჩემი სურვილი რა არის? არა, მე კი არ მელაპარაკებით. ელაპარაკებით ამომრჩეველს და ამომრჩეველს ველაპარაკები ხო? უნდა მოშორდეს სააკაშვილის ხელისუფლება ამარჩევნების შემდეგ. ამას ხალხი გადაწყვეტს. თქვენ როგორ გინდათ, კაცო, ხალხი როგორ გადაწყვეტს ეგ ერთია. მე როგორ მინდა ჩემ არჩევანს მე დავაფიქსირებ საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბანზე რა არჩევანსაც დავაფიქსირებ, ვიცით უკვე. რა იცი? ათიან შემოხაზავთ, აბა რას იზავთ? ხო და ეს არის. ქალბატონო ანტია, თქვენი როგორ დიდი ბოდიში, ქალბატონო ფერია უკაცრავად. ვერ გათქმევინებთ ახლა რომ უნდა წავიდეს სააკაშვილის ხელისუფლება? თქვენი ძალიან გინდათ რომ გითხრათ რომ უნდა წავიდეს სააკაშვილის ხელისუფლება, ხალხი გააკეთებს ამას. კარგი, გასაგებია. მე დავსვე ესეთ შეკითხვა. პირადად თქვენი სახელი დათო ბრძანდებით ფერიას ხარდამჭერი. ძალიან კარგი. მე დავსვე ესეთ შეკითხვა. თავად ქალბატონ ფერიას როგორ სურს ამ არჩევნების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება დამთავრდეს თუ არა? მე მგონი ძალიან სწორი და ლეგიტიმური შეკითხვაა. ფერიას უნდა ვკითხო როგორ სურს. ხო და მან თქვა რომ როგორც ხალხი გადაწყვეტსო, ანუ არ მიპასუხა. არ გიპასუხებთ ხო? ხო, თუ საპასუხო არა. მისი სურვილი არა.
არა, უკაცრავად დიდი ბოდიში. იცით, ძალიან იოლი საპასუხებელია სინამდვილეში. მე მის სურვილზე ვლაპარაკობ. მის სურვილზე. აი, შევიდა, სადუმიზნებს, სად მიქავს ეს საუბარი, ვერ მე დავსვი ის შეკითხვა, რომელიც დავსვი მე არა. მუსირებს ქრისტიან დემოკრატიას შეკრულები. როგორ გეკადრებათ? მე დავსვი შეკითხვა. კონკრეტული შეკითხვა რა გინდა? სააგაშოს გაუვა თავისი საპრეზიდენტო და წავა რა. არა. უნდა წავა. სხვა რაღაცას ვამბობ. კონსტიტუციურად თუ იმჟებდა კანონით. ბატონო დავით. არა, ანუ მე და შენ ვერ გავუშვებ, ხო ძალათი. არა, სხვა რამე ვიკითხე, რა იკითხე, ვერ გავიგე. შეიძლება კიდე გავიმეორო შეკითხვა? ოღონდ მოაღელდებით. მე ვიკითხე, ხალბატონ ფერიას პირადად როგორ სურს, რომ ამ არჩევნების შემდეგ გაიმარჯვოს ოპოზიციამ და სააკაშვილის ხელზე და შესრულზე რო იყოს ეს ქვეყანა აგებული. ბატონო დავით. ბევრი რამე მსურდა, ბევრი რამე მინდა, მაგრამ ხო და ამ სურვილზე იყო ლაპარაკი. შენ ხო გინდა რაღაცეები რო ამ სურვილზე იყო ლაპარაკი. მას კითხე მის პირად სურვილზე. მეტი კი არაფერი. ეს სხვა საქმეა, ჩვენი სურვილები ახდება თუ არა. უხლება რომ ჩემი კი ბატონო, რა თქმა უნდა. არა. შეიძლება პროგრამაზე თქვენთან ვისაუბრო? ა პროგრამაზე აგე დავжди და გავიარო. ხო, აი ძალიან კარგი, ეგ მინდოდა, მეტი კი არაფერი. აი, როცა თქვენ ძანებთ, რომ დაბალი ტარიფებიო, რა მეთოდით აპირებთ ტარიფების შემცირებას? თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სახელმწიფო გამოვისყიდით რაღაცა აი ამაზეა გამოისყიდით რაღაცა 75% მაინც რა რაღაცა მაგრამ ის სხვა რომ არ გაყიდოს თელასმა როგორ გამოისყიდით რო არ გაყიდოს მოლაპარაკების საგანია არა ნუ კერძო საკუთრებაა და თელასი უცებ გეუბნება რომ არა იცი რა არ მინდა არანაირი ბერკეტი ამ წუთში ჩვენ ამისი არა როცა მოხვალ ხელისუფლებაში რომ ესე მოხდეს გამიგე რა ხალხს გაუადვილდეს ანუ ბიუჯეტი უნდა გადააკეთოს სწორად როგორ არ მაწყობს მე ახსნები მინდა აი ეს არის სპეციალისტების მიერ შესწავლილი და ამაზე გაგცემენ პასუხს მიბრძანდით სათაო ოფისში მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის ბოროტება არის თუ არის არჩილ გეგენავა არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი? ბიჭო, შეიძლება არის წარმომადგენელი, უფრო შეიძლება კი არა. საქმით იმას უნდა რომ გადაფაროს ეს ბოროტება და ესა და ეს სხვა თემა. ანუ გავიგე. მე უბრალოდ გავიგე, ეხა გავიგე. გეგენა არანაირი გებიცები კაცობას და გავიგე თქვენ რას ამბობთ. არ მიმაჩნია რომ არის ბოროტება. სააკაშვილი. გეგენავა და არა არ მიმაჩნია რომ არც სააკაშვილი არ არის. ეს კარგით. თქვენ მე არ მივცემ ჩემ თავს ხელისუფლებას რომ ტალახი ვესროლო ჩემს კონკურენტებს რა. უამრავი მხარდამჭერი ყავს გეგენავა. მოიგებს გეგენავა თქვენი აზრით. მხარდამჭერი ყავს პაპუაშვილსაც და მეც მყავს მხარდამჭერები. და თქვენ ხო გაქვთ მოგების იმედი? ნუ ყოველ შემთხვევაში ვმუშაობ იმისთვის რომ მოგიგო. კი ბატონო. ასე და ამრიგად დამთავრდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა ძირფოსოტერონო ჩვენ გავიცანით ქალბატონი ფერია ანთია ქრისტიან დემოკრატიული პარტიის უფროსი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რაიონში გავიცანით მის პოზიციებს განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი დამოკიდებულება ხელისუფლებასთან ხელისუფლების წარმომადგენელთან და პირადად მიხეილ სააკაშვილთან შტოი ტრებაულეს დაკაზაეს დიდი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე